Čemu dvipasego, Christes mier savarelo, zvanu da dano. მე მინდა დღეს პირველად ჩემ ღრუბლის ისტორიაში გამოვიდე ამბიონზე და თქვა იმ განსაცდელის შესახებ, რასაც დღეს განიცდის ქართველიერი. მე ეს არასოდეს არ გამიკეთებია და შენდობას ვითხოვ ჩემი მეუფე იობისაგან და ასევე უთუნდესი და უნეტარესისაგან, რომ ამბიონზე პირველად გამოვდივარ და ვამბობ იმ სიმართლეს, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა. მე გახლავართ ლუისურუნდისის ეპარქიის დეკანოზი გიორგი ავდუშელიშვილი, ვარ გიმნაზია შავლაბადას დამფუძნებელი დირექტორი. 30 წელია რაც გიმნაზია ფუნქციონირებს თბილისში და ვარ ამ გიმნაზიის რექტორი. მინდა გითხრათ, რომ გიმნაზია დღესდღეობით არის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი, სადაც სწავლობს 1200 მოსწავლე. ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ ვიცი, რომ ამ ჩემი გამოსვლის შემდეგ დაიწყება მithქმა-მოთქმა რა გაუკეთებია და მინდა გითხრათ, რომ 30 წელია შთამომავლობის აღზრდას ვემსახურებ. და ვისაც ესეთი გიმნაზიები აქვს გაკეთებული, აი სასულიერო პირებს მიმართა, მათ შეუძლიათ მეკამათონ და მოითხოვონ ჩემთან შეხვედრა. ვისაც საქმე აქვს გაკეთებული და ვინც მარტო ფულს იდებს ნათლობებში და სხვადასხვა სამდელო საიდუმლოებებში, მათთან საქმე არ აქვს. ვიწყებ იმით, რომ წინა საარჩევნო პერიოდი როცა მიმდინარეობდა, ჩვენ სასულიერო პირები ვიყავით გაფრთხილებულები, რომ არცეთ მხარეს არ უნდა დამდგარიყავით და მით უმეტეს ამბიონიდან ამის ქადაგება არ შეიძლებოდა. მაგრამ არიან გამონაკლისი მდრები, რომლებიც არ ემორჩილებიან არც დედა ეკლესიას და არც ჩვენ პატრიარქს. ესენი არიან ძირითადად ბასილი ახვლედიანი და მამა შალვა კეკელია, რომლებიც ყოველდღე გამოდიოდნენ და ყოველდღე მოუწოდებდნენ მრევლს, რომ დაიჭირათ მხარი, რა თქმა უნდა, ცრუპენდელა და ცრუ ხელისუფლების მიმართ. ცრუპენდელა გახლავთ ჩვენი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სიცრუით მართავს 12 წელია ქვეყანას. ამის მოთმენა და ამის ატანა უკვე ნამდვილად აღარ შეიძლება. მას ქვია ცრუპენდელა და მომავალში მოგიწოდებთ ქართველმა ერმა მას უწოდოთ ცრუპენდელა, იმიტომ რომ მისი სახელი არის ნამდვილად ცრუპენდელა. და ვინც მას გვერდში უდგას, ყველანი არიან ცრუპენდელები. ეხლა რაც შეეხება ეკლესიის ურთიერთობას აი ამ ცრუპენდელა ხელისუფლებასთან. მასთან ურთიერთობს ჩვენი მოსაყდრე მეუფე შიო. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ როდის ჩამოიტანეს მათმა აი ეს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი და როგორ ააბრძანა მეუფე შიო ჩვენი ვითომ პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბიონზე და აქადაგა იქიდან. როგორ შეიძლება ვინ არის კობახიძე, რომელიც აყავს ამბიონზე და ქადაგებს ამბიონიდან. აი ამაშია საქმე, რომ თვითონ ეკლესიაში ჩვენთან ხარს უჭერენ და ერთად არიან შეხმატკბილებულები ჩვენი მთავრობა
და მეუფე შიოს მოღვაწეობით აი ეს ეპისკოპოსები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენ მოღალატე მთავრობას, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა მიყავს რუსეთში. ზუსტად რუსეთში. ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩასული იყო, ყველამ კარგად ვნახეთ, სად იყო ჩასული? იყო ჩასული ირანში და ვის გვერდით იდგა ის. შემდეგ ჩამოვიდა აი ეს კაციც არ შეიძლება ასე რომ ვთქვა და ჩვენმა მეუფე შიო ამბიონზე აიყვანა იმის მაგივრად, რომ პასუხი მოგვეთხოვა მისთვის, თუ ვისთან არის ის, რას აკეთებს და რა საქმიანობას ეწევა. ეხლა რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენთვის ყველასთვის წარმოუდგენელი იყო აი ეს გუშინ რაც გააკეთა აი ამ ცრუპენტელა ივანიშვილმა და ცრუპენტელა ხელისუფლებამ. ასეთი გაყალბებას თუ ვერავინ ვერ წარმოვიდგენდით ნამდვილად, რომ აი ესეთი გაყალბება იქნებოდა. მათმა წინასწარ გაატარეს აი ეს აიდი ბარათები აი ამ მანქანებში და შემდეგ უკვე დადიოდნენ ერთი უბნიდან მეორე უბანზე მარშრუტკებით და აი ესეთი კარუსელები თბილისში აყალბებდნენ არჩევნებს და რაიონებში და რეგიონებში რაც იყო და როგორც იყო, ყველა თვალნათლივ დავინახე. ამიტომ ეს არჩევნები რა თქმა უნდა არ არის ჩატარებული და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ჩატარდეს საქართველოში ნორმალური არჩევნები და ეს სრულპენტელა ხელისუფლება და აი ეს რუსეთის აგენტები მოვაცილოთ საქართველოს. მე კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ, რომ ამბიონზე ვდგავარ და ამას გადაგებ, მაგრამ დღეს გაჩერების დრო ნამდვილად არ არის. მოგიწოდებთ ქართველ ხალხს, ქართველ ერს, მართლმადიდებელ მრევლს, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ აი ეს ცრუ ხელისუფლება და ცრუ მთავრობა, ცრუ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვაცილოთ საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა გაგვამარჯვებინოს აი დიდ საქმეში. დალოცვილი და გახარებულები იყავით და ღმერთმა აგვისრულოს ყველა ის სურვილი, რასაც ჩვენ წმინდა ლოცვებში ვითხოვთ. გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.